საქართველოს საერთაშორისო პლატფორმის მასპინძელი შუადერეფნის მომავალს და რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერების გეგმას 70-ზე მეტი ქვეყნის ლიდერები, წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები და ბიზნეს ჯგუფები თბილისში სახავენ. ქვეყანა აბრეშუმის გზის ფორუმის მასპინძელია. მთავარი თემა აბრეშუმის გზის როგორც აღმოსავლეთის და დასავლეთის დამაკავშირებელი ხიდის მომავალია. 2022 წლის შემდეგ შუადერეფნის მარშრუტის მიმართ ინტერესი მკვეთრად გაიზარდა, რასაც ბოლო პერიოდის ტვირთბრუნვის მაჩვენებლებიც ადასტურებს. რასაკეთებენ საქართველოს და პროექტის მონაწილე სხვა ქვეყნები მარშრუტის დასატვირთად და ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის სრულად დასათვისებლად. 2029 წლიდან ანაკლის პორტის ამუშავება, ახალი აეროპორტი, რკინიგზის მოდერნიზაცია, ავტომაგისტრალების მშენებლობა, ახალი პარტნიორების მოძიება და გამტარ-უნარიანობის გაზრდა. ასეთია საქართველოს გეგმა. აქცენტი კეთდება სერვისების გაციფრულებაზე, საბაჟო პროცედურების დახვეწაზე, სასაზღვრო კვეთების გამარტივებაზე და მარშრუტში პრობლემური ადგილების დროულად აღმოჩენაზე. მთავარ მიზნად ცხადდება ტვირთების გასამაგება, რეგიონული კავშირების გაძლიერება და მარშრუტის გამრავალფეროვნება. ფორუმში მონაწილეობს აზიის განვითარების ბანკიც, რომლის ვიცე-პრეზიდენტმა დღეს შუადერეფნის ქვეყნებში ინფრასტრუქტურის გასაძლიერებლად 3 მილიარდი დოლარის ინვესტირება დაანონსა. გზავნილია, რომ შუადერეფანი არა ალტერნატივა, არამედ პირველი არჩევანი უნდა იყოს. სიმბოლურია, რომ ეს ფორუმი იმართება საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც ისტორიულად იყო და რჩება აღმოსავლეთისა და დასავლეთის ცივილიზაციების დამაკავშირებელ ხიდად. საქართველოს როლზე, როგორც არა მხოლოდ აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ ხიდზე, არამედ რეგიონშიც აბრეშუმის გზის ფორუმის გახსნაზე ბევრი ითქვა. თანაც არა მხოლოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან, არამედ იმ ორი ქვეყნის მთავრობების ხელმძღვანელებისგანაც, ვინც სამშვიდობო დეკლარაციას ხელი სულ რამდენიმე თვის წინ მოაწერეს. სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები დღეს ირაკლი კობახიძესთან ერთად ერთი ფორუმის, ერთი სცენიდან საუბრობდნენ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელი სამშვიდობო პოლიტიკა სამეზობლოში. დღეს მსოფლიო ტრანსფორმაციების ეპოქაში, ახალი გამოწვევების დამადრულად შესაძლებლობათა წინაშე, ისტორიული აბრეშუმის გზის იდეა იძენს სრულიად ახალ საკვანძო მნიშვნელობას. ჩვენი ძალისხმევა მიმართულია მშვიდობის უზრუნველყოფისა და გამტკიცებისკენ. ეს აუცილებელი პირობაა, რათა საქართველო ვაქციოთ რეგიონის ეკონომიკური და ლოგისტიკური ცენტრის პარ ღერძად. ჩვენ გვჯერა, რომ მშვიდობა, სტაბილურობა და პროგნოზირებადობა უმთავრესი კაპიტალია, რომელიც ჩვენს პარტნიორებსა და ინვესტორებს შეგვიძლია შევთავაზოთ. ამასთან, საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას ავსებს და აძლიერებს ჩვენი ხელისუფლების პროაქტიული საგარეო პოლიტიკაც. ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, როგორც ევროკავშირთან, ისე ჩინეთთან, დიდ ბრიტანეთთან, არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან. დღეს კავშირები ბევრად უფრო მეც ნიშნავს, ვიდრე ფიზიკური ინფრასტრუქტურა. შუადერეფანი აღარ არის მხოლოდ კონცეფცია, ის იქცა რეალობად, რომლის განვითარებასაც ჩვენ ყოველდღიურად უწყობთ ხელს. 2024 წლის ნოემბერში ამ პლატფორმის შედეგად მოხდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროექტის ხორცშესხმა, რაც მხარდაჭერის მექანიზმად გადაიქცა. 2025 წლის აგვისტოში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ინიციატივით ვაშინგტონში ხელი მოეწერა ჩემსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის სამშვიდობო შეთანხმებას. აზერბაიჯანი უკვე ხსნის შეზღუდვას თავისი ტერიტორიის გავლით ჩვენი მიმართულებით საქონლით ბრუნვაზე. თვეების წინ ეს ყველას წარმოუდგენლად მიაჩნდა. ყაზახეთიდან შემოდიოდა საქონელი საქართველოს გავლით და ამ ტერიტორიების შემოვლით. ეს ბარიერები მოიხსნა ირაკლი კობახიძისა და ყასიმ ჟომართ თოყაევის ძალისხმევით. მინდა მადლობა გადაუხადო ამ ძალისხმევაში მონაწილე ლიდერებს. ჩვენს რეგიონს დაუბრუნდა მშვიდობა და იზღა დაგვრჩენია მეტი ტვირთბრუნვით დავტვირთოთ, მეტი ენერგიით, ელექტრონული ხაზებით, მეტი კეთილდღეობით, განვითარებით, რაც სამხრეთ კავკასიას კიდევ უფრო გააძლიერებს, მშვიდობას კიდევ უფრო გაამყარებს და კეთილდღეობის განვითარების ტემპს, მოცულობას გაზრდის ყველა ჩვენგანისთვის, სომხეთისთვის, საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის. ჩვენი ქვეყნები გეოგრაფიული პოზიციით და თანამედროვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით შუადერეფანში ყველაზე მნიშვნელოვანი მონაწილეები და მოთამაშეები არიან. ჩვენი ძალისხმევის გაერთიანებით მუდმივად და მიზანმიმართულად უდგამთ ნაბიჯებს წინ. სტრატეგიული პარტნიორობა იქცა იმ წარმატებულ ამბად, რაც რეგიონულ საზღვრებს ცდება. ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა საქართველოს და აზერბაიჯანს არა მხოლოდ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს, არამედ ერთობლივ სტრატეგიულ მიზნებს მიგვაღწევინებს და განვითარებას უზრუნველყოფს. აზერბაიჯანის ინიციატივა და საქართველოს აქტიური მონაწილეობით განხორციელებული პროექტი უკვე მნიშვნელოვან ასპექტად იქცა ევროპის ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით. ბოლო თვეების განმავლობაში აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი 14-დან 10 ევროპულ სახელმწიფოს მიეწოდება. ამ წარმატებას უმადლით საქართველოს ახალ ნაბიჯებს ვდგამთ მწვანე ენერგეტიკის განვითარების მიმართულებით. მშვიდობა და სტაბილურობა როგორც განვითარების მთავარი მიმართულებები, ეს კიდევ ერთი საკითხია, რაზეც სამი ქვეყნის სამმა პრემიერ-მინისტრმა აქცენტები უკვე მოდერატორის კითხვების პასუხად გააკეთა.
გააკეთეს. კითხვების, რომელიც სწორედ ამ სამი ქვეყნის მხრიდან გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებსა და ხედვას ეხებოდა რეგიონის განვითარების მიმართულებით. მშვიდობა არის, რა თქმა უნდა, განვითარების აუცილებელი პირობა და რა თქმა უნდა გავაგრძელოთ ამ სულისკვეთებით მოქმედება. ყველაფერი გავაკეთეთ გასული წლების განმავლობაში იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში შეგვენარჩუნებინა მშვიდობა და ასევე მთელი ამ წლების განმავლობაში ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ მაქსიმალური წვლილი შევიდანოთ ჩვენს რეგიონში, ფართო რეგიონში მშვიდობის გამტკიცებაში. ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვართ საიმედო პარტნიორი ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვის, როდესაც საქმე ეხება მათ შორის ეკონომიკურ კავშირებს, ტრანზიტს და ამ შემდეგ, ყოველთვის საქართველოს სწორედ ასეთ საიმედო პარტნიორის როლს ასრულებდა ჩვენი მეგობარი ქვეყნებისთვის. მოხარული ვართ, რომ პოლიტიკური კუთხით ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს, როგორც აზერბაიჯანთან, ასევე სომხეთთან და რა თქმა უნდა, ორიენტირებული ვართ მაქსიმალურად ამ თანამშრომლობის განვითარებას. ყველას აქცენტი უნდა გაკეთდეს ტერიტორიულ მთლიანობაზე, სტაბილურობაზე, ქვეყნების უნარზე, რომ გადაწყვეტილებები მიიღონ თვითონ ერთმანეთთან მიმართებით და ეს სამხრეთ კავკასიაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთთან ურთიერთობებისას ჩვენ ნამდვილად ერთმანეთს ვესაუბრებოდეთ. შეთანხმებები იდებოდეს, დეკლარაციების ხელმოწერა ხდებოდეს და ამ ნდობის საფუძველზე დამყარებული მშვიდობა არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ჩვენთვის, იმისთვის რომ გავიაზროთ წარსული. 100-ზე მეტი გავაანალიზოთ და შევხედოთ, რა შეიძლება გავაკეთოთ განსხვავებული. სხვა პრიზმით დავინახოთ მომავალი. ისტორია შევხედოთ სხვა რაკურსიდან. მე ადრეც მithქვამს და დღესაც გავიმეორებ, რომ მშვიდობის მნიშვნელობა არის გადამწყვეტი. ეს ბოლოდროინდელი მოვლენები და განვითარება მოვლენების სამხრეთ კავკასიაში არის გადამწყვეტი. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ბრძანა და ამ ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმის მონაწილეებიც დამეთანხმებიან, რომ 2020 წელს ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, ღირსიერად, როდესაც პრეზიდენტმა ალიევმა განაცხადა, რომ უნდა შევიკრიბოთ და ხელი მოვაწეროთ მშვიდობის შეთანხმებასო, ეს ჰაერში დარჩა, მაგრამ დღეს ეს უკვე რეალობაა. მშვიდობის მნიშვნელობაზე გაკეთდა აქცენტები პანელურ დისკუსიაზეც, სახელწოდებით გლობალური ვაჭრობის განახლება. დისკუსიის მონაწილეებს კი ჰონგ-კონგიდან, თურქმენეთიდან, სლოვაკეთიდან, სერბეთიდან და რუმინეთიდან საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ საქართველოს მზად არის განსაკუთრებული როლი შეასრულოს შუა დერეფნის განვითარებისთვის. როდესაც ვხედავთ, რომ სოფლიო იცვლება და ხდება გადალაგება ამ გლობალური სავაჭრო მარშრუტების, საქართველოს სწორედ აქ არის და საქართველოს მზად არის იმისთვის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს შუა დერეფნის განვითარებაში, რაც მნიშვნელოვანია ევროპისთვის და აზიისთვის. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა ვისაუბროთ პოლიტიკებზე, თუ რამდენად ვართ მზად ამისთვის. სამხრეთ კავკასიაში ახალი რეალობის წინაშე ვდგავართ და რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს რეგიონს დამატებითი ფასეულობა ენიჭება ყოველივე ამის ფონზე. ეს არის პატარა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონი მთლიანად კონტინენტისთვის და ასევე გლობალურად. ჩვენ აქ ვართ და ვართ მიმზიდველი და ღია ეკონომიკით. კორუფციის დაბალი დონე, ასევე ღია ეკონომიკა, დაბალი გადასახადები. რა თქმა უნდა, ეს კარს უხსნის ინვესტორებს. ძალიან ვამაყობთ ამით და ძალიან ბევრს და ბეჯითად ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს საერთაშორისო საზოგადოებისთვის. თურქმენეთისთვის საქართველო არის ადგილი, რომელიც გამოირჩევა სტრატეგიული ინფრასტრუქტურით და ასევე საერთაშორისო მნიშვნელობის ჰაბია. ის არის შავი ზღვის ტრანსკონტინენტური ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ქვეყანა. დღევანდელი დღის წესრიგი უკვე სცდება მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოთა შორისი პარტნიორობის გაძლიერებას და ასევე რეგიონულ პარტნიორობას. ამჟამად ჩვენი ამოცანა არის ის, რომ შევქმნათ ფუნდამენტური ახალი არქიტექტურა, რათა აღმოსავლეთ და დასავლეთ სამყაროებს შორის ურთიერთობა დამყარდეს ახლებურად. აქ კასპიის ზღვის ქვეყნებთან თანამშრომლობა იქნება ძირითადი და მამოძრავებელი ძალა იმისთვის, რომ განვითარდეს ეკონომიკა, ვაჭრობა, ლოგისტიკა. ამ მიზნით თურქმენეთი მზად არის იმუშაოს თავის პარტნიორებთან. საბოლოო ჯამში სწორედ არჩეული პირები და არა არასამთავრობო ორგანიზაციები, არასამეცნიერო ანალიტიკური ორგანიზაციები, სწორედ ეს არჩეული ადამიანები იბრძვიან თავიანთი ქვეყნებისთვის და სწორედ ეს გააკეთა ქალბატონმა მაკამ და ასე შევხვდით ჩვენ ევროპარლამენტში. ეს ის ხალხია, ვისაც შეუძლია დაიწყოს ომი, მაგრამ ვისაც ასევე შეუძლია დაამყაროს მშვიდობა. ჩვენ დავინახეთ წინა პანელის განმავლობაში. სამი პრემიერ-მინისტრი იყო საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის. ორი მათგანი ერთმანეთს ებრძოდა რამდენიმე წლის წინ, მაგრამ ახლა ისინი აქ ისხდნენ. თუ პატარა ქვეყანა ხართ, რას აკეთებთ? იმიტომ რომ თუ პატარა ქვეყანა ხარ, რომელსაც არ ყავს დიდი ჯარი, არ აქვს გასასვლელი ზღვაზე, რა უნდა გავაკეთოთ? სწორედ აქ არის სიბრძნე და სწორედ ამაში მდგომარეობს პოლიტიკოსების სიბრძნე. სხვა ქვეყანასთან ბრძოლა კი არა, არამედ თანამშრომლობა. სწორედ ეს არის გარანტი იმისა, რომ მშვიდობა და კეთილდღეობა დამყარდეს. რკინიგზის განვითარება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ახალი აეროპორტი
ტრანსპორტისა და ავტომაგისტრალების მშენებლობა, როგორც შუა დერეფნის განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობები. ამ კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ საუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა იმ პანელურ დისკუსიაზე, რომლის მონაწილეთა ინტერესიც სწორედ შუა დერეფანი იყო. მარიამ ქრივიშვილთან ერთად ამ მიმართულებით საკუთარი ქვეყნების გზავნილებსა და პოზიციებზე გაამახვილეს ყურადღება თურქეთის, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის მთავრობების წევრებმაც. მომავალი წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობა განაგრძობს ინვესტიციების ჩადებას და უზრუნველყოფს, რომ საქართველოს რკინიგზას ჰქონდეს უფრო მეტი ინფრასტრუქტურა, უფრო მეტი წვდომა ფინანსებზე, რათა უფრო მეტი საქონელი და ტვირთი გაატაროს, იყოს კარგი პარტნიორი აბრეშუმის გზის ქვეყნებისთვის. ჩვენ ვაპირებთ, რომ ანაკლის ღრმაწლოვანი პორტი 2029 წლის დასაწყისში, ან 2028 წლის ბოლოსაც ჩაუშვათ და ანაკლია ძალიან დიდ შესაძლებლობას შექმნის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. ახალი აეროპორტის გახსნა არის მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა იხსნება და რა თქმა უნდა, ეს ეხება ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს სექტორებს. ჩვენი შეფასებით, აეროპორტის ოპერირება დაიწყება 2032 წლის დასაწყისში. ეს იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა ქვეყნისათვის, რომ უფრო გაძლიერდეს ჩვენი პოზიცია, როგორც სატრანზიტო ქვეყნისა, როგორც ტვირთის, ასევე მგზავრთა გადაყვანისთვის. შუა დერეფანი ნამდვილად გამოირჩევა უსაფრთხოებით და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. აქ საუბარია კასპიის ზღვის სატრანზიტო მარშრუტზე და ის 3000 კილომეტრით უფრო მოკლეა, ვიდრე ჩრდილოეთის მარშრუტი. კლიმატის მხრივაც აქ უკეთესი პირობებია და გარდა ამისა, ეს არის სხვადასხვა ალტერნატიული ტრანსპორტის კომბინაცია. ამდენად სადღაც თუ რაიმე შეზღუდვა იქნება, ამით მთელი დერეფანი არ პარალიზდება. შუა დერეფანი არის სანდო მარშრუტი, რადგან ის გადის რეგიონზე, სადაც გეოპოლიტიკური რისკები არ არის. ამიტომ ის შეიძლება იყოს მართლაც ყველაზე სანდო და საყრდენი დერეფანი. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვაც და მრავალმხრივი თანამშრომლობის ხელშეწყობაც. ჩვენ გვინდა, რომ შუა დერეფანი იყოს ის მარშრუტი, რომელიც არა მარტო სანდო და დასაყრდენი იქნება, არამედ მეტად გამტარი და მეტი შესაძლებლობების მომცემი. აბრეშუმის გზის ფორუმს თბილისი 2 დღის განმავლობაში მასპინძლობს 70-მდე ქვეყნის 2300-ზე მეტ დელეგატს შორის 2 ქვეყნის პრემიერ-მინისტრები არიან. ფორუმის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობაზე, მშვიდობასა და სტაბილურობაზე აქცენტები გაკეთდა იმ პირისპირ შეხვედრებზეც, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჯერ გუშინ ნიკოლ ფაშინიანთან ჰქონდა. უკვე დღეს კი ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ალი ასადოვს უმასპინძლა.